მინდოდა უფრო ესეთი სოციალურად აქტიური ცხოვრების წესით მეცხოვრა და ესეთი ცხოვრების წესი ამერჩია და მე მგონი ჟურნალისტიკა ამის საშუალებას იძლევა. თავისუფალი პროფესია არის. სადაც თავისუფლება იქა ჩემი ადგილი ასე ვფიქრობ. რადიო თავისუფლება რო არ ყოფილიყო არ ჩავაბარებდი. მინდოდა რომ უკეთ მესწავლა წერა. არ ახარ შეზღუდული რაღაც კონკრეტულში ჩემი აზრით. ასე მეგონა რომ ჟურნალისტიკა შეძლებდა მთელი სამყაროს ჩვენებას. დღესაც ვჯერა ამის. არჩევნების დღეს ჩვენ ყველანი ვმუშაობდით რადიო თავისუფლებისთვის. პირველად ვიგრძენი ეგ მომენტი, რომ ვიჯექით, ვმუშაობდით ყველანი ერთად იმისთვის, რომ ხალხისთვის მოგეწოდებინა მაქსიმალურად სწრაფი, დაზუსტებული და სწორი ინფორმაცია და რომ ხედავდი უკვე რეაქციებს, პასუხებს, რომ ხალხი ჩვენგან რაღაცას იგებს და იგებს მართალს, იგებს სწორს, იგებს სწრაფად, აი მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა. ის რომ შენი თავი უკან დაწიო და შენი მსმენელი თუ მაყურებელი თუ მკითხველი იყოს მართლა პრიორიტეტი რა ეგოსგან რო იყო დაცლილი თუ თავისუფალი თუ რამდენადაც შესაძლებელია ყველაზე დიდი პრობლემა მქონია რომ ეგ არის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ძალიან ბევრი ხალხის ტირაში. რაღაც პროფესია არ არის, უფრო ცხოვრების წესია რა და შესაბამისად ძალიან მძიმე არის მაგ კუთხით, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესოა. გიწევს ცოტა უფრო ზემოთ გახვიდე შენი პიროვნებიდან და რაღაც უყურო ამ ყველაფერს შორიდან და იმოქმედო ცივი გონებით. რთულია. სხვის ადამიანის ცხოვრებას ეხება მაინც ჟურნალისტიკა და ბევრი დილემა არის. აი რო იბენ ერთი დღე ან ორი დღე და ესე ფურცლები რო გაქვს დაგროვილი და აი ეს რო გიწერია ესე აი ეს არეულად ყველაფერი და თან ტვინში რო გაქვს ყველაფერი დაგროვილი და სავსე რო აი მორდიხარ სახში ჯდები და რო იწყებ და ნელ-ნელა რო ახალისხებ და რო იწყებ წერას აი ეგ მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად. ასე ამგვარი როცა ველაპარაკები ადამიანს წყაროს. ინფორმაციის შეგროვება არის ჩემთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო. ცვლილებებისთვის, როგორც საკუთარი თავის ცვლილებისთვის, ისე საზოგადოების აზრის ცვლილებისთვისაც ალბათ. როცა შენ რაღაც პროდუქტს ქმნი და ეს ვიღაცის ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს, ახლა მაგაზე მეტი რა ვიცი რა უნდა იყოს. და პროფესიაში იმიტომაც ვარ, რომ რაღაცის შეცვლა თქვა შემიძლია. უბრალოდ უნდა მიაწოდო ხალხს ინფორმაცია. საბოლოო ჯამში შედეგი აქვს ძალიან კარგი. სიახლეებთან უფრო ისეთი ადაპტირებადი გავხდი. თავარის გაგება ვისწავლე ინფორმაციიდან. ისედაც გრძნობდი ცოტა უსამართლობას, როცა ტელევიზორში უყურებ რაიმე სიუჟეტს. თურმე არსებობს რაღაც წესები, რომელიც ვალდებული ხარ უბრალოდ რომ დაიცვა. წერა, როგორც ბლოგების, ისე პრინტისთვის, ან სხვა საშუალებებისთვის. ძალიან ზუსტად ვისწავლე, თქვა რამეს რო დავწერ, როგორ ნახოს ბევრმა ხალხმა, როგორ წაიკითხოს ბევრმა ხალხმა. დამოუკიდებლად ვართ შეგვიძლია რომ ერთმა ადამიანმა გააკეთოს მთლიანი პროდუქტი თუ მონიტორებს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც ამ სკოლაში მივიღეთ, ძალიან სწორად ხვდები, რაში შეიძლება გამომადგეს ჩემ პროფესიაში მე თვითონ.